დღევანდელი ედიტორიალი უნდა დავიწყო არა იმდენად საკამათო, რამდენადაც ბევრი შესაძლოდ რომ გამიჯავდება ისეთი თეზებით, მაგრამ ვფიქრობ დრო დგება, ნელ-ნელა მოდის დრო, რომ ამგვარადაც გადავიაზროთ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია, დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორია და ამ ისტორიის მნიშვნელოვანი პერსონების თავიდან შევაფასოთ. მე ცხადია ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ ჩემს შესავალში, ედიტორიალის შესავალში, თუმცა გარკვეულ საკამათოდ უგდებავთ ასე ვიტყვი თეზებს, დებულებებს კი შემოგთავაზებთ და მე გაგიკვირდებათ და ედუარდ შევარდნაძე, უნდა ვახსენო ედუარდ შევარდნაძეზე ვიტყვი ზუსტად 2-3 ან ოდნავ მეტ სიტყვას ედუარდ შევარდნაძეზე, რომლის მომხრე გულახდილად ვიტყვი, არც არასოდეს ყოფილ ვარ, არ ვარ და არც ვიქნები. თავდაპირველად მოგესალმებით, მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი, ეს არის კონტექსტი ჩემი საავტორო გადაცემა. ადრეულ წლებში, მაგალითად 2007 წელს, მაგალითად, ან უფრო ადრე ვთქვათ 1998-ში, 96-ში თუ გნებავთ. საქართველოს მეორე პრეზიდენტის ცალსახად, რომ აღარაფერი თქვა 95-ზე, 94-ზე, 93-ზე, 92-ზე, საქართველოს მეორე პრეზიდენტი 98-ში თუ 2007-შიც ცალსახად საკრიტიკო კი არა დასაგმობი პირი იყო ბევრისათვის და არ დაგიბალავთ მათ შორის ჩემთვისაც. მე მას ვერ ვპატიობდი და ვერც ახლა ვპატიობ, მაგალითად მადლობას და ეს არის კადრები, როდესაც ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვიდა 92 წელს, ვერ ვპატიობდი მადლობის სიტყვას პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამხობის ჩამოგდებისთვის. თან ეს სიტყვა მადლობა მან ჩამოსვლიდან 3 ან 6 თვეში კი არა. 6 თვეში კი არ წარმოთქვა, არამედ იქვე თვითმფრინავის ტრაპთან წარმოთქვა ეს სიტყვა. საერთოდ მიმაჩნია, რომ მისი თავდაპირველად კრიმინალური და შემდგომ კორუმპირებული და იმავდროულად კრიმინალური რეჟიმი კატასტროფა იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მან ეს რეჟიმი, რომელსაც წარმოადგენდა იოსელიანი თუ კიტოვანი, მან ქვეყანა მართა არა მხოლოდ იოსელიან კიტოვანთან ერთად, არამედ სხვა ფორმიან ბანდიტებთანაც ერთადაც. მაგალითად ასლან აბაშიძესთან, კახათ არგამაძესთან და სხვებთან ერთად ედუარდ შევარდნაძემ ვერ აღკვეთა პირდაპირი რუსული აგენტურის მსუხეთ ყოფნა საქართველოში. იგორ გიორგაძე გამოჩნდა და ვარდიკო ნადიბაიძე არ გამოჩენილა მისი ფოტო. მან და სწორედ მან დანიშნა მნიცნება ცხადია რუსეთის კარდახით და მოთხოვნით მანამდე მან შეგვიყვანა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობად წოდებულ კონგლომერატში SNG-ში ეგონა რა რომ აფხაზეთს დაგვიბრუნებდა თუნდაც ელცინის რუსეთის სამეგრელოს მოვლენების დროს მან შემოიყვანა ადმირალ ბალტინის ჯარი, ასია ეს, მან ჩაახშო სისხლში ჯანხი მისივე პრინციპში უკანონო ხელისუფლების წინააღმდეგ და უკანონო იყო ცხადია 92 წლის 6 იანვრიდან მოსული ხელისუფლება. უკვე შემდგომ იმავე 93 წელს მან ალბათ და ნაღდად ითამაშა უზარმაზარი როლი მისივე მტერის ზვიად გამსახურდიას განადგურებაში. ოფიციალური ვერსია იცით, რომ ასეთია, რომ ზვიადმა მოიკლა თავი და ნაკლებად დაასარწმუნო ეს ოფიციალური ვერსია, ზვიადი ნამდვილად მოკლეს. კიდევ ბევრი ამბავი დაატრიალა ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძემ და დიახ, საქართველო ბევრად უკეთესი ქვეყანა იქნებოდა ამ პოსტკომუნისტ კაცს, ამ პოსტკომუნისტ პოლიტიკოს რიგ შემთხვევებში და ხშირად სხვაგვარად განსხვავებულად რომ ემოქმედა. მაგალითად 92-96 წლებში დიდი ნდობა რომ არ გამოეცხადებინა ელცინთან ერთად არის ახლა ამ ფოტოზე რუსეთისათვის, ელცინის რუსეთისათვის, რომელიც არანაკლები მტერი იყო ჩვენთვის უბრალოდ საქართველოსთვის უბრალოდ ნაკლები ძალა ჰქონდა ბორის ნიკოლაევიჩ ელცინს. იმ თავიდანვე რომ აღეკვეთა სახელისუფლო ბანდიტთა თარეში უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით განა არა, რომ არ დაყრდნობოდა კორუფციაში ჩაფლულებს და ასე შემდეგ. მაგრამ აქ იგითხარით რომ რაც დრო გადის, ჩემი აზრით ჩვენ სხვაგვარადაც უნდა გადავიაზროთ საქართველოს ისტორიის ის მონაკვეთი, მით უფრო რომ ვითარება იცვლება და ამ დღევანდელი გადასახედიდან ის შევარდნაძე იმგვარი და მცდარი დასაკვირველია სულაც აღარ უნდა
სულას აღარ გვეჩვენება, აღარ უნდა გვეჩვენებოდეს უარესთა შორის ამათი გადამკიდე პირველ ყოვლისა უარესთა შორის უარესად არ უნდა გვეჩვენებოდეს, როდესაც ვუყურებთ ბანდიტ ბიძინა ივანიშვილს და მის პატარა თუ დიდ ბანდიტებს მისი 11 წლიანი შევარდაძის 11 წლიანი მმართველობის დროს რა არ მოხდა, რა სიმძიმეები არ გაადატრიალდა საქართველოში, თუმცა რასაც დღეს და ახლა ვადევნებთ თვალყურს ამ პიროვნების მეოხებით ძალისხმევით უზარმაზარად ბევრად უარესია ვიდრე თვით მიუღებელი ედუარდ შევარდაძის ეპოქის საქართველოში მომხდარი ამბები და სწორედ ამაზე ვსაუბრობ ახლა. აქედან გამომდინარე ღიად უნდა ვთქვათ, რომ შევარდნაძეც კი ასე სჯობს, რომ თქვა, აღარ ვსაუბრობ გამსახურდიაზე და აღარ ვსაუბრობ სააკაშვილზე, სხვა ნებისმიერ მმართველზე, პრეზიდენტებზე თუ პრემიერებზე, შემცდარებზე, არასწორებზე, საკრიტიკოებზე, შევარდნაძეც კი, რომელსაც ცხადი არ მიუტირით და ვერც გავეტირებით ბევრად უკეთესი მმართველი იყო, ვიდრე დღევანდელი რეჟიმია, დიახ, უკლებრივ ყველა სხვა მმართველი, სახელმწიფო მოღვაწე და არა ბანდიტი იყო. შევარდნაძეც კი ის სახელმწიფოსთვის იყო მცდარად ხშირად, მაგრამ მაინც, ხოლო ქვეყანას, რომელსაც დღეს მართავს ბანდიტთა კასტა, სახელმწიფო მოღვაწეებს ამ ბანდიტთა კასტას რასაკვირველია ვერ უწოდეთ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. შევარდნაძე ედუარდი არ გამახსენდებოდა არას დიდებით, რომ არა 2 ამბავი დღეს არის 25 იანვარი, მისი დაბადების დღე. და კიდევ იმიტომ გამახსენდა, რომ მეორე პრეზიდენტი ამაზე ვისაუბრებ ცოტა ხანში, კიდევ იმიტომ გამახსენდა, რომ მეორე პრეზიდენტი, რომ მის მიერაც დასავლეთში გაკვალული გზა ახლა საფრთხის ქვეშაა დღეს, ოღრო-ჩოღრო ბილიკადაა გარდაქმნილი საქართველოს შუადერეფლის ან აბრეშუმის გზის პროექტი ოღრო-ჩოღრო ბილიკად ვიმეორებ, საქართველოს კარგავს მის მისიას, რომელსაც შევარდნაძემ ამ დღეის შეფასებით კონტროვერსიულად შესაფასებელმა პირმა ჩაუყარა საფუძველი 90-იანი წლების მიწურულს. და ცხადია განამტკიცა სააკაშვილმა და საერთოდაც პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე არის 31 მარტი იცით თქვენ, ანუ გამსახურდიასი, მეორესი 25 იანვარი, ხოლო მესამესი 21 დეკემბერი. უფრო შემოგახსენდება კაც ეს დაბადების დღეები პირველი პრეზიდენტისა, მეორესა, მესამესი და არა მაგალითად 18 თებერვალი, როცა ამ 70 წლის წინ სამივე ლიდერის სრული ანტიპოდი ბიძინა ივანიშვილი დაიბადა სადღაც ზემო იმერეთში, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უარესი ხელისუფლების ლიდერია, ყველაზე უარესი ხელისუფლების ლიდერია, რაც კი დამოუკიდებელ საქართველოს ხოლია. უნდა ვთქვათ, კარგი რა გააკეთა ზვიადბაო თუ იკითხავს ვინმე, თუ გკითხავთ 31 მარტის რეფერენდუმი უნდა გაგვახსენდეს და ცხადია 1991 წლის 9 აპრილი. შევარდნაძე მსოფლიოს პოლიტიკურ ორომტრიალში გაჭრა შევარდნაძემ აბრეშუმის გზა თავისი სატრანსპორტო დერეფლით, ნავთობსადენით, ბაქო-თბილისი ჯეიხანიო არ გაგახსენდეს, შეუძლებელია გაზსადენით. მიშამ ისეთი რეფორმები ჩაატარა, რომლებიც იმ პერიოდისათვის სასიცოცხლოდ იყო მნიშვნელოვანი და სამაგალითო იყო. ქვეყანა ამოვიდა კორუფციის ჭაობიდან მიშას დროს. ქვეყანა დასავლურ გზას დაადგა შეუქცევადად მეთქი, ასე უნდა მეთქვა ახლა, მაგრამ გავხედავ რა დღევანდელობას შეუქცევადობა რას ნიშნავს. როგორ შეიძლება ამ ქვეყანას, სადაც ქიმიური არახს მაღალი ალბათობით ქიმიური არახს ესვრიან მოქალაქეებს, დასავლური ქვეყანა ვუწოდოთ წარმოთქმა ამ სიტყვისა რასაკვირველია მიჭირს, ხო? დღევანდელ ვითარებას, რადგან ბიძინამ რეალურად სამივე ლიდერის გზას უღალატა, სამივე კონტროვერსიულის ასე ვიტყვი. ან გმირი პრეზიდენტების და კონტროვერსიული პირისა. მან უღალატა 91 წლის 9 აპრილის იდეალებს ბიძინამ, უმღალატა 2003 წლის ვარდების რევოლუციის იდეალებს და რეფორმისტულ მოდერნიზებულ საქართველოს და აგრეთვე 92-დან 2003 წლის ჩათვლით არსებულ საქართველოსაც, როცა გამოიკვეთა ჩვენი როლი და მისია მსოფლიოში. ახლა ავხსნი, რასაც გულისხმობ, ახლა ავხსნი, რაც ხდება დღეს. რა ხდება დღეს?
რა ხდება და საქართველოზე გადიოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი, შუა დერეფანს უწოდებთ. ეხლა რატომ არის ეს შუა დერეფანი მნიშვნელოვანი აღვხსნი? ჩრდილო დერეფანი ახლა არის დაბლოკილი, სანქციების ქვეშ მოყოლილი. სამხრეთ დერეფანი, ანუ ირანზე გამავალი, არის პრაქტიკულად უმოქმედო, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურულადაც განვითარებელია. ჩვენზე გადიოდა 90-იანი წლებიდან მოგვენიჭა, შევარდნაძის ძალისხმევით მოგვენიჭა, აქ სხვა პირების ვიდეო კადრებია, მოგვენიჭა ეს ფუნქცია. შუა დერეფანის მთავარი სახელმწიფო უნდა ყოფილიყავით და ვიყავით კიდეც ბოლო დრომდე, ვიდრე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა არ დაალაგდა შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, კერძოდ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულებამ და შევარდნაძის კონცეპტუალური მეგობრის ჰეიდარ ალიევის შვილის აქედან მარცხნივ ილჰამ ალიევის სწორმა გეოპოლიტიკურმა ცვლებმა დღის წესრიგში დააყენა ახალი მარშრუტების დერეფნების შექმნის საკითხი. საქართველო არ დაკარგავდა, ხაზგასმით ვამბობ, არ დაკარგავდა ფუნქციას, ანუ ჰეიდარ ალიევის შვილი ილჰამ ალიევი იქნებოდა საქართველოსკენაც ეს ხელისუფლება რომ ყოფილიყო ადეკვატური. ამჟამინდელი თუნდაც უკანონო ხელისუფლების არამართლზომიერი პოლიტიკა ქართულმა ოცნებამ ყველაფერი პოლიტიკაა ის რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ საქართველოს გეოპოლიტიკურ ჩიხად გარდაქმნილიყო ცოტა ხნის წინ 5 წლის წინ ასე მაგალითად სომხეთი იყო ასეთი გეოპოლიტიკური ჩიხი ჩარჩენილი თავის მათ შორის ვენდეტის სურვილში ან ყარაბაღის შენარჩუნების სურვილში და ამიტომაც ვერ ვითარდებოდა ჩვენი სამხრეთელი მეზობელი. ახლა ვითარება შეიცვალა, ანუ შუა დერეფანი გამავალი საქართველოზე, რომელიც უნდა გაძლიერებულიყო, მოდერნიზებული უნდა ყოფილიყო, უნდა გამხდარიყო, საქართველოს პრაქტიკულად აღარ აქვს ეს ფუნქცია, მათ შორის იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გასული წლის აგვისტოში ამ პიროვნებებთან ერთად ალიევთან და ფაშინიანთან ერთად ხელი მოაწერა ტრამპის გზას, ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, რომელიც სომხეთს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან აკავშირებს. უახლეს წლებში სრული დატვირთვით ამოქმედდება ეს გზა და საქართველოს ნაწილობრივზე მეტად კი არა, სრულიად ისე რაც ამოვარდნილია, მაგრამ კიდევ უფრო ამოვარდება ამ პროცესებიდან. ეს რომ არ მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლებას და გამოჩნდება კადრები, უნდა აეშენებინა მაგალითად ანაკლიის პორტი. უნდა გაემართა გზატკეცილები და უნდა მოეხდინა რკინიგზის მოდერნიზება, რაც მან, ანუ ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებაზე როცა ვლაპარაკობთ ცხადია გულისხმობთ ივანიშვილს, არ გააკეთა. აბსოლუტურად შეგნებულად არ გააკეთა, შეგნებულად და ცხადია რუსეთის კარდახისა და ანაკლიას ქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. იცით, აი ახლა ესენი ამბობენ, რომ ანაკლიას ჩვენ მაინც ავაშენებთო ჩინელებთან ერთად 51% ჩვენ გვაქვს, ხოლო 59% კი ჩინელებს დაუტოვეთო. იცით, რამდენი მილიონი ლარი გაითვალისწინა 2026 წლის ბიუჯეტში ანაკლიის სპორტის ვითომ ამშენებელმა, აშენების ვითომ სურველმა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ 50 მილიონი ლარი, ანუ 18 დაახლოებით მილიონი დოლარი, 18 მილიონი დოლარი კი არა, 50 მილიონი ლარი კი არა. წელიწადში 300-400 მილიონი უნდა დახარჯო იმისთვის, რომ შენ დაეწიო იმ პროცესებს, რომლებიც გარშემოა შენ როგორღაც ჩიტში იყო, შენ როგორღაც ადეკვატურ და მნიშვნელოვანი სიტყვა, რასაც ვიტყვი, ამერიკის ინტერესების, ამავდროულად საქართველოს ინტერესების გამტარებელ ხელისუფლებად თუ ქვეყანად ითვლებოდა, მაგრამ ესენი შეგნებულად ცხადია რუსეთის გარდახით აკნინებენ ყველა პროექტს, ყველა მეგა პროექტს და საქართველოს მოისვრიან ჭაობში. ამასობაში მსოფლიოში მომხდარი ტექტონიკური ძვრების შედეგად გაჩნდა კვლავ ვიმეორებ ალტერნატიული მარშრუტები მათთვის, ვინც სწორედაც რომ ადეკვატური მოთამაშეა და ფაშინიანი, რომელსაც დიდი პრობლემები ელის, სხვათა შორის პრობლემები არა, გამოწვევები მიმდინარე წლის ზაფხულისთვის. ფაშინიანი ადეკვატურია მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში არის გიუმრის ბაზა. იქ არ ეშინიათ რუსეთის ინტერვენციისა შესაძლოა ეშინიათ კიდეც, მაგრამ ადეკვატური მოთამაშეა სომხეთის ლიდერი. დიახ, სომხეთის ადეკვატურ მოთამაშედ გარდა იქნა განსხვავებით ქართული ოცნების გუნდისაგან, ქართული ოცნებისაგან, რომელიც იცით თქვენ და გამოჩნდება კადრები ტროტუარზე დგომისათვის აკავებს მოქალაქეებს, ეს სხვა კადრები, ეს სინდისის პატიმრების ფოტოკოლაჟი აყურყუტებს სინდისის თუსახ პატიმრებს საპატიმროებში, აგინებს დასავლეთს. პაპუაშვილი გამოირჩევა ამ ხრივ და არა მხოლოდ პაპუაშვილი და ეს ედადის
სადადის მონაკოში ზარქუა, როცა სახელმწიფოზე უნდა ზრუნავდეს, ზარქუა ვერ უზრუნებს დეპუტატი, ცხადია. ყველაფერთან ერთად არაადეკვატურია ეს ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ ცდარია, არაკომპეტენტურია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამიტომაც არ იწვევენ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, იმიტომ რომ მან უღალატა ევროპას, შესაბამისად საქართველოს, მან უღალატა საქართველოს დასავლურ გზას, შესაბამისად საქართველოს, მან მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება 2024 წლის 28 ნოემბერს და მანამდე 26 ოქტომბერს მოახდინა სახელმწიფო კონსტიტუციური გადატრიალება და აღმოჩნდით იქ, სადაც აღმოჩნდით, ანუ აღმოჩნდით ჭაობში. რომ არ აღიარებენ დასტური საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, ამის დასტური კი ისიცაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი ტრამპის დავალებით უახლოეს 25 იანვარი გვაქვს, ხო, დაახლოებით 3 კვირაში. ესტუმრება ცალკე ბაქოს და ცალკე ერევანს. ნახეთ, კავკასიის რეგიონი, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჩემგან ხელმარჯვნივ პრეზიდენტი ტრამპი, ეხლა ხელმარცხნივ მისი დავალებით ვიცე-პრეზიდენტი ჩადის ბაქოსა და ერევანში. საქართველო ამოვარდნილია ყველა კონტექსტიდან. ჩვენ ცხადია ვსაუბრობთ იმაზე, რომ რა კარგი იქნებოდა, რომ ჯეი-დი ვენსი თბილისშიც ჩამოსულიყო, არ ჩამოვიდოდა, იმიტომ რომ ადეკვატურ ხელისუფლებას ვერ ხედავს დასავლეთი ამ რეგიონის, ამ ქვეყანაში. მშვიდობის საბჭოდან ამოვარდნილია, არც იწვევენ. დავოსში არ მიიწვიეს, ეხლა მიუნხენის კონფერენცია იქნება მსოფლიოში უსაფრთხოებისა თებერვალში და არც იქ მიიწვევენ. კავკასიის 2/13-ში ამერიკა შემოდის, მოდი ესე ვიტყვი, სუხედ და მძლავრად. ანუ ორივე ქვეყანას წყდება, ასე თუ ისე, წვალობენ, მაგრამ წყდება რუსულ ორბიტას, ხოლო ჩვენ ვრჩებით, უნდა ვთქვა ასე, ბიზნიზმის კომპლექსსა, ბიზნას და ბიზნიზმის კომპლექსებსა და გავიმეორებ ჭაობში, საიდანაც თავის მოყოფა უშინ უნდა გაგვეკეთებინა, უშინ უნდა მოგვეხერხებინა და აცი მომავალში ძალიან ფრიად გაგვიჭირდება. მე ახლა გთავაზობთ სალომე ლაბაძის ერთ საინტერესო შემოსაზრებით სიუჟეტს, რომელიც 2-3 დღის წინ გავიდა ჩვენს ეთერში, ფორმულას ეთერში, რომელშიც მეტნაკლებად კარგადაა ახსნილი არსებული ვითარება შუა დერეფნის კონტექსტში, შუა დერეფანზეა სწორედაც რომ ამ სიუჟეტში საუბარი. ეს მწვანე ხაზი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ იმ ტვირთების გადაზიდვას აჩვენებს, რომლებსაც საქართველოს გამოტოვებით გადაიტანენ. გრაფიკული წარმოდგენა რეალობად 5 წელიწადში იქცევა. ჩვენ ვართ იქ, რომ საქართველო აი ამ პერიოდის განმავლობაში თლიანად უზრუნველყო თავისი ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება. ეს ეხება როგორც მაგისტრალურ გზებს, ეს ეხება ასევე რკინიგზას. ეს ეხება აგრეთვე საპორტო ინფრასტრუქტურას. ასეთ ამამად ალბათ მხოლოდ ანაკლიის სპორტის ამშენებელი ძალა თუ ისაუბრებდა. ანაკლია კი წლებია, ასე გამოიყურება და ჯერ არც რაიმე შეცვლის პერსპექტივა ჩანს. ოცნებას ხმა წესით არც რკინიგზაზე ამოეღება, რომელიც ფიჩის რეიტინგით ინვესტიციებისთვის სანაგვედაა გამოცხადებული. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი კი ისევ დაუსრულებელია. ამიტომ 2022 წლიდან საქართველოს გავლით გადაზიდვის მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა უარესი ჯერ კიდევ წინ არის. აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა შეზღუდვა ტვირთების გადაზიდვაზე სომხეთში, ყაზახეთსა და რუსეთიდან. ახლა კი ჩვენ მივიღეთ მოთხოვნა სომხური მხარისგან, რომ უზრუნველყოთ ტრანზიტი სომხეთი და რუსეთში. ამგვარად ჩვენი დერეფანი დე-ფაქტო ცალმხრივად გავხსენით. დიახ, ახლა გადაზიდვები საქართველოზე გადის, მაგრამ დადგება დღე, როცა ისინი სომხეთის გავლით წავა და დადგება დღე, როცა სომხეთი განახორციელებს პირდაპირ მიწოდებებს აზერბაიჯანიდან და ეს დღე არც ისე შორს არის. ეს განცხადება იუჰამ ალიევმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. ფორუმზე საქართველოს ხსენების ერთადერთი შემთხვევაც სწორედ ეს იყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ახალი სატრანსპორტო გზის შესახებ ისაუბრა, რომელიც აზერბაიჯანს სომხეთთან პირდაპირ დააკავშირებს. გზას ტვირთების გადაზიდვისთვის გამოიყენებენ. ეს კი ოცნების მმართველობის პირობებში ოპოზიციისთვის სიგნალია, რომ ქვეყანა სატრანზიტო პროცესს გამოეთიშება და მთავარ გეოპოლიტიკურ ფუნქციას დაკარგავს. იმის ფონზე, რომ მათ გააჩერეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, რომ გაუქმდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომ გააჩერეს ანაკლიის პორტის მშენებლობა, საქართველომ მიიღო უკვე ძალიან დიდი ზიანი. საქართველო რჩება რეალურად უკვე იმ რეალობის წინაშე, რომ გახდეს ბუფერული ზონა რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის, რომელსაც არც ეკონომიკური პერსპექტივა აქვს და არც უსაფრთხოების გარანტია
გარანტიები, ამას ცდილობს რუსეთი დიდი ხანია საქართველოში. ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ არის, არსებობს ბუნებრივი მოცემულობები, მაგალითად ანაკლის სპორტის სიღრმე და კიდე სხვა მაჩვენებლები, რომლითაც ანაკლის სპორტი არის უნიკალური რეგიონში და აიაფებს ეს ყველაფერი გზას, მაგალითად თუ საქართველოს ეკნება თანამედროვე განვითარებული ინფრასტრუქტურა და ანაკლის სპორტი, საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების გატარება იქნება უფრო იაფი ვიდრე ალტერნატიულ გზაზე. ოღონდ ამისთვის საჭიროა რომ საქართველოს ხავდეს პატრიოტი, კომპეტენტური და ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება და არა ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი. ახალი გზა მშვიდობის შედეგია. ანუ ის რაზეც ალიევმა ისაუბრა, სავარაუდო მაშინვე იყო, როცა აზერბაიჯანმა და სომხეთმა ჯერ ყარაბაღის კონფლიქტი მოაგვარეს და პოლიტიკურ დონეზე დაალაგეს ურთიერთობა. შემდეგ კი ტრამპთან ერთად ისტორიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი ზანგეზურის გავლით თრიფის დერეფნის აშენების შესახებ, რაც თავისთავად განაჩენი არ უნდა ყოფილიყო. პირიქით, ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ სიუჟეტის ფიგურანტები არიან მათიკაშვილი, ქადაგიშვილი მიაქციეთ ყურადღება, მაგრამ ერთის და მეორეს ტყუის. მაგალითად, ქადაგიშვილი რო ამბობს, რომ რკინიგზის მოდერნიზება მოხდაო, ეს არის ტყუილი. გადაამოწმეთ ნებისმიერ რკინიგზის სადგურში, მეთქი ასე გეტყვით. ტყუის ხელისუფლება, როცა ამბობს, რომ ასე მაგალითად სახმელეთ სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი სხვა ობიექტები გაბართა, მაგალითად გზა არ არის დასრულებული 4 წლის ჩამორჩა მინიმუმ საქართველოს. და ხელისუფლება წოდებული ბანდის ანტიდასავლურობა, ანუ პრორუსულობა მტოლობის ნიშანი უნდა დავსვათ, განაპირობა ის, რომ საქართველოს ხო ქვეყანა არა საკვირველე დროშა გვაქვს, გერბი გვაქვს, ჰიმნი გვაქვს, მაგრამ საქართველოს ქვეყანა არის კი უკვე არის იქნები უკვე არის ტერიტორია, ყოველ შემთხვევაში ესეთად სურს რომ წარმოადგინოს რუსეთს ჩვენი ქვეყანა.